რა მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო. აი შევხედოთ რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ აი ზოგიერთების ძალიან საყვარელ ქვეყანაში. ესე იგი ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ეს ლიბერალიზმი, გლობალიზმი უნდა დაემარცხებინა, ყელში ამოუვიდათ ეს ბაიდენები, ობამები და არჩევნებზე ხმა მიიწეს ტრამპს. ესე იგი კონსერვატორებმა გაიმარჯვა ამერიკაში. ამერიკელი ხალხი აღმოჩნდა კონსერვატორი და ადეკვატური, ხო? ესე ახან აღარ უნდა და მოკლედ დაიღალა ამ გლობალიზმით და ლიბერალიზმით, შეხედა რომ მათი ცხოვრება ცუდად წავიდა, გადაერთნენ კონსერვატიზმზე, შემოხაზეს ტრამპი და აირჩიეს ტრამპი პრეზიდენტად. ეხლა გადმოვინაცვლოთ ევროპაში. ევროპაში აგერ გერმანიაში შორცის პარტიამ წააგო მთლიანად არჩევნები, ეს ლიბერალიზმის და გლობალიზმის ვასალი ევროპელი ლიდერით დამარცხდა, ჩამოიშალა მთლიანად მთავრობა გერმანიაში და გაიმარჯვა იქაც სოციალისტებმა და კონსერვატორულად მოაზროვნე ძალებმა. მოკლედ დიდი ამბები გველის გერმანიაში თებერვალში ალბათ ახალი არჩევნები დაინიშნება და იქაც ასეთი რაღაცა გველის. გერმანელმა ხალხმა გადაწყვიტა რომ აი ეს ჩათლახი პოლიტიკოსები აღარ გვინდაო და თავისას აკეთებენ. საფრანგეთში ნახეთ, ვინ იმარჯვებს, მაკრონი აგებს, იგივე ეს ვასალური დამოკიდებულება ვისაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ანგლო-საქსონურ დაჯგუფებასთან დამოკიდებულებაში და აი ნახეთ მიმართებაში და აი ნახეთ იქაც ჩამოიშვა ისე წააგო არჩევნები მაკრონმა რომ პრემიერ-მინისტრი აღარ ახავს ქვეყანას, იქაც ჩამოიშალა მთავრობა ფაქტიურად. იქაც ადეკვატური ხალხი, თუმცა ფრანგებიც ადეკვატურები ყოფილან. ეხლა გადმოვინაცვლოთ საკით ჩვენსკენ საქართველოს, ჩვენ ხო სასწაულების ქვეყანა ვართ და უნიჭიერესი ხალხი ვართ არა. შეხედეთ რა ხდება. გახვირის ხალხი, ახალგაზრდები გვინდა, ამოვიდა ყელში ეს კომუნისტების გადმონაშთი პოლიტიკოსები, ცვლილებები გვინდა, სიახლეები გვინდა, ისევე ესენი და ამ დროს რა ხდება არჩევნებზე. ამ ჩვენ წელთაღრიცხვამდე არსებული მოქალაქეთა კავშირის დანატოვრებს ირჩევენ ისევ ნაციონალურ მოძრაობას, აი ეს გირჩი, შმირცში, იქითკენ რა ქვია ჯაფარიძეო, აქეთკენ ხაზარაძეო, იქით ხოშტარიაო, გვარამიაო, გახარიაო, აი ეს კოალიციური მთავრობაში რო უნდა შევიდნენ, ის ადამიანები აირჩიეს ჩვენმა კონსერვატორულად მოაზროვნე ქართველებმა, სიახლეებისა და ცვლილებების მომხრე ქართველებმა და აქეთ კიდევ ეს ქართული ოცნება. ქართული ოცნება, რომელიც 12 წელიწადია უკვე ხელისუფლებაშია და ყველას კარგად დაინახა, რომ აქ სიკეთის მომტანი ესენი არ არიან. ახლა ბიძინას ქველმოქმედებაზე აკეთებენ აპელირებას, მათი მხარდამჭერები და მშვიდობაზე, ხო? დღეს მშვიდობა არ გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ქველმოქმედი აღარ არის, პირიქით უკვე ბიზნესმენი გახდა საქართველოშიც, აქაც დაიწყო ფულის შოვნა. აბა რას მიეცით ხმა? აი ძალიან მაინტერესებს ქართველობა, აი სიახლეები, ცვლილებები, რაღაცა მშვიდობა, კიდე აი ნახეთ რა. და საპირისპიროს ირჩევთ. და ვინც მართლა ცვლილებების და სიახლეების მომტანი იყო ახალგაზრდები და კონსერვატორები, მათ არ დაუჭირეთ მხარი არჩევნებში.
თქვენ სასწაული ხალხი ხართ. ყველაფერში როგორ ზენიჭიერები ვართ ეს ქართველები, მაგრამ ადეკვატურებიც ხომ უნდა ვიყოთ არა? რა გვჭირს ვერ გავიგე. ჩვენა ვართ ნიჭიერები და სხვები დებილები? მე მგონი ჩვენ გამოვდივართ რა, დებილები. და ნახეთ რა ხდება. არჩევნებზე მხარი დაუჭირეს აი ესეთ მარგინალ ძალებს, ლიბერასტულ, ესე იგი კონსერვატიზმის ცვლილებები ჭირდებათ ქართველებს და ხარს უჭერენ ნეო-ტროცკისტულ და ლიბერალურ, ფსევდოლიბერალურ ძალებს. შემდეგ გამოდიან ქუჩაში, თავისივე არჩევანს აპროტესტებენ. გესმით თქვენ? თავისივე არჩევანს აპროტესტებს ხალხი. ეხლა ნახეთ რა. იგივე გამოდის რა ეს, აი ესეთი სასწაულის მნახველი არა ვარ მე. გაიხარეთ რა ქართველებო რა. თქვენი საქმისა თქვენ იცით.